სტარტზე ვარ. მეტყობა რომ კიდე მცივა. აი რო გავჩერდი ხა შემცვიდა, თორე ხლა რომ მოძრაობდი არა. ზალს მე ვარ და ზალს ესე ხომაცვია თბილად. ნუ უკაც ნაქვსებაც ვირა. ფეხი თბილ ნასკები, მაგრამ ფეხი მაქვს ისა გაყინული. დეკორაცია შევცვალე. არ ვიცი რამდენად დავტოვებ, მაგრამ ესენი ვიფიქრობ, რომ დავტოვო აქ, ანუ ქარიც ვერაფერს ვერ უზავს ამეებს. ნახოთ ყოველ შემთხვევაში თუ შეტანას რა უდგა წინ. მოურწყე, აი აქაც. ხო და რაღაცებიც დაბლა ჩავიტანე, რომ პლოშადკის ქვეშაც ცოტა რაღაცა იყოს. ხო და ეხლა მე შევიტანო, ქარმა არ დამიმტვრეს, ესენი შევშიგინთვე შევიტანო. ეს რა ვიცი, გავწმინდე, მაგრამ ჯერ არ ვაფარებ სპეციალურად, რომ გაიშრეს რა. ხო და მე მაიემ მკითხა კატები როგორ უნდა ამოაშორო მაგ ტერიტორიას, ანუ როს ჯდებიან ხოლმე რა. დიდი კატა აღარ ჯდება საერთოდ. იმიტომ რომ სულ ჩამოვაგდებდი ხოლმე. არ იქნება ადვილი ახლა მაგ კატების აქედან მოშოვება, მაგრამ ადიელას რო გადავაფარებ ახლა, ხო? საღამოთი ავიღებ ხოლმე და აქ დავკიდებ, რომ ზედ არ დაწვნენ. დილით ისე უცბად გადავუსმე, დავდეთ და ვეცდები, რომ ვეჩხუბო აქ ამოსვლაზე და რაღაცა რა, ანუ თორე დაბლა სავსეა 1000 რაღაცით იქ დაწვნე. ხო, ორი ყვავილი გამიფუჭდა, იქ სადღაცას ორი ცალი ქოთანი ავიღებ ახლა მაგას. ხო და ისა ეზო რაღაცები მოვასუფთავე რა, რომ მინდა რომ ცოტა რაღაცა სიცოცხლე იგრძნობოდეს, გაზაფხულია ბოლო-ბოლო. ეს ჩამოვიტანე აქ, ეს ეხლა ამოიყარა ამან ლამაზად და აი ესე გადმოუვა. და ეს ვფიქრობდი ხوار გადავაგდო მეთქი, იმიტომ რომ აი ამ ადგილას გასკდა. რამდენი ხანია გახეთქილია, მაგრამ რა უჭირს ახლა ესე რომ იყოს და ლამაზად იყოს. აი ეს თავიან ბოლომდე. მაია შენი მოცებული მაგიდა და სკამი აქ მიდგა. ისე რომ ყავა შეიძლება აქაც დავლიო ხოლმე. ესე გამოწევ ნინო ვიცი რომ კარგად იხმარს ამ ზაფხულს, ანუ ცალკე ნინოს კუთხე გავაკეთე რა. ნუ იქ უკვე ჩვენი. ეს შავი ოთახი რომ ესე არ ჩანდეს ამ კარებს დავხურა. ეს პატულის კარები მაგიტომ მოუხატე რომ ის შავი დამემალა. შევედი, მე ვიფიქრე რომ მაგრად ხო, ნუ აღლა ოთახები რომ დავალაგე და როგორ იცი? არ მშორდება ეს ვიტყვიან ზარებიო. ხო არის მეზარება რო ეტყვიან ზარები დატოვებ. ეს ზარები არ მშორდება. შემოვედი მე აქ. არ ვიცი, ერთადერთი აი ამ ოთახში ეს არის პატარა პაწაწინა ბიბლიოთეკა. სადაც საკრავებია, ეხლა ეს ვერ გავიგე სად უნდა წამეღო ეს ყუთი და ეს ნინოს ჩანთაში რაღაცები ულაგია. აი ანუ სულ არ მორჩენილი ვარ რა, ხელი შევავლე რომ აი ეს ძირიდან ამეღო და ერთადერთი ოთახია ის ნესტის პატარა მჭიები რო არის, ხო იცი ხელს უდადებ და დამრგვალდებიან. ეგენი შემოდიან აქ და როგორ შემოდიან არ ვიცი. და როგორც თოვლი გაეყარ, იმიტომ რომ ამ კვირაში ხელი არ დამიდია ამ იმისთვის. რაღაცები მივასუფთავ აქ ლაშას რაღაცა კაბინეტის რაღაცებიც არის, ანუ ფურცლები და ეს რაღაცები სულ ლაშასია. ესეთი ისინი აი ეს ფურცლები და ანუ მინდა არ მინდა სხვანაირად ვერაფერს ვერ იმაშვები რა, ვერ ვწევ. და რა ვიცი, რაღაცა ხელი შევლება შეიძლება. ეხლა წარმოიდგინეთ როგორი, ეხლა მან შეიძლება ჩანს კამერაში ზოგადად ყველაფერი ესე ჩანს ხოლმე რომ სივრცე დიდია. მასე გამოჩნდება ზუსტად ვიცი ეხლაც, მაგრამ აი ამ ხელა არის და ნუ აი ესენი უნდა გადმოვიღო, ნახო რა ხდება. ეს კალენდრები გვაქვს ყველა წლის, კედლის კალენდრები, ვიცი აგროვებდი ხოლმე ლაშა ერთ დროს და კიდე აგროვებს თუ არა. აშკარად 2024-საც მქონია. გაუგრძელებია. ხო და ან უბრალოდ ხელი შევავლე რომ თვალიდან ამეღო რა ეს 1000 ნაგავი და რაღაცა. და წარმოიდგინეთ ჯერ ისევ სავსეა და არ ვიცი რამდენად დაიჭერებთ 5 დიდი პარკი გადავყარე და რას გადავყარეთ თქვენი აზრით. ყოველ წელს
აბსოლუტურად ყოველ წელს თან კარტოფილს ავიწყებ, რომ თან ეხა უკვე უნდა მოვიდნენ და მინდა რომ შევწვა. ყოველ წელს ვცდილობ, რომ აუსტრალია ჩემი ისე სად არის? ჯამა. კაი ხო. სამიღებ ამ ხელარად მინდა, მაგრამ აიც. ყოველ წელს, როდესაც სკოლა მთავრდება და როდესაც უკვე არის ხოლმე იმის რა ქვია, რომ ჩანთები დავაცარიელოთ, გადავყაროთ დახარჯული რვეულები, ნივთები, რომელიც არასასკოლე იყო და აღარ გვინდა. ხელი მდონეზე დამეღალა, რომ კი ვერ მიჭირავ ტელეფონი, მაგრამ დამეღალა. ორი წამით. კარტოფილი არის ძალიან წვრილი. და ეხლა მე ეს უნდა ესენი უნდა ავკრიფო. კარტოშკა შეუწვა ბავშვებს. მე საღამოს ცოტას მოვხაშ. გავიდეთ გარე და გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ აი რო დავდივარ, იცი როგორ დავდივარ, რო გეზარება რა, ჩანს რო გეზარება, მე თვითონ ხო ვატყობ, მაგრამ აი არ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ თუნდაც ერთი დავჯდე. იმიტომ რომ რო დავჯდე, ზუსტად ვიცი იმ დაჯილებას წამოწოლა მოყვება. რატო ვარ ხოლმე ზუსტად იმ დროს ესე, როდესაც სახში ვარ და ნუ აბა ხა სამსახურში ხო წამოვყვება. როდესაც სახში ვარ და რა ქვია. აქ დავჯდეთ. და მეტი საქმეა გასაკეთებელი. იმას უწეს დავტოვებ, რომ კატები შეგიან ხოლმე. ჰოი. აი, ჩამოვსხდებ. აქ ტელეფონს მივაყუდებ. კუხლაში შეიძლებოდა, მაგრამ ეს არის. ეხლა აქაც ეს ყვავილების ჩამოვა ლამაზად. ესენი ხო გახსოვთ? ხო და მოკლედ, როდესაც თავდება ხოლმე სკოლა და უკვე ვიწყებთ ეს ეგრეთ წოდებულ უბორკას, რომ სასკოლო ნივთები მოვაშოროთ, აბსოლუტურად ყველა ნივთს ვწყრი ხო. იქ იქნება რაღაცა ვეული, რაღაცა ბლოკნოტი, აი ყველაფერს რაც არ ვარ. ესე იგი. და ანუ ვყრი ხოლმე აქ რა. და ბევრჯერ ნინო მეხმარება ხოლმე და უთქვია რომ მოიტა მე გავიტან ესა ბუნკერში. და აქ რო ვალაგებ აქაც მე მგონია რომ ჯერ არ არის გადაყრილი და თუ არ გავიტანე ხოლმე ჩემი მემართება და ზოგადად მაგ დროს ნინო მეხმარება ხოლმე. ჯანი ვისომ დაცემ. იქიდან ხარი სადაც ახლა განახეთ რომ ფურცლები ალაგია მეთქი და რაღაცეები. ან მაგ ადგილამდე რომ მივედი და ვალაგებდი და რაღაცა რვეული დავინახე. და წერია მეორე კლასი. რა სიძახი მიფიქრე რა მეორე კლასი, რაღაც დროს მეორე კლასი, ან ვისი რვეული. გამოვიღე რვეული მათემატიკისა, გამოვიღე ქართულისა, გამოვიღე მესამე კლასი, გამოვიღე პირველი. ან თან რა მიკურსეს, აი ეს ჩანთა ეხლა რაც იქ ეგეთი ჰქონდა სხვა და რომელშიც ელაგა ხოლმე და ესეთ რაღაცებს თამაშობდა ხოლმე. ფიქრობ რომ იქ ელაგა. და ეს ბოლოს რო დავალაგე, იმის მერე შეიტანა მან. იმიტომ რომ ვალაგები არ იყო. როგორ პირველ კლასთან აქამდე ადამიანებია? გავუცდი იმდენი აი ეგ ნივთი იყო. შეიძლება არც ახსოვდეს ახლა გეფიცები, აი არ ვიცი. 3 დიდი პარკი გავავსე ფურცლებით, ვითომ სახატავი რვეულებით, ბლოკნოტით, იმით რა ქვია, დაწერილი და დამთავრებული ჩანახა, ვითომ ეს მიხატულ მომხლარ გამშერალი ფლომასტერები, აკონტლილი პლასტელინი. თან ხო ხა ვალაგებ და თანავ ფიქრობ ხოლმე, მაგ დროს ფიქრობ რომ რა კაია რომ არ არის. მოვიდრე? ო კარტოშკა რომ ვერ მოვწარი.
რა ჩასჭი. რომელი საათი? 5 წუთი. ესეც ნახევრის უნდა მოსული იყო ეს. აშკარად არ გაწმენდის არა. მანქანა კიდგა. ცეკვა აქ მინუს 3-ზე და მაგიტომ მოდიან ხოლმე 3-8 კლია რაღაცეები. ხა ის რა იყო? არა შეიძლება სანამ ცეკვის დრო მოვა შევწყვეტ. ახო ერთი. ანუ მართლა მეგონა რომ ლაშის მანქანა იყო რა. აი ამ მანქანას ამით რომ მოძრაობდა ხოლმე. აი უბანს რომ მოახლოვდებოდა. არ ქონდა დიდი ხმა და რაღაცა, მაგრამ რაღაცა რო დაასიგნალებდა რაღაცა. იქ აი აქ კიდე ერთასლა. მეგონა ისე გავხედოთ. შეცდომით ხარ რეცივი. ხო და ეხლა ნუ ვერ ვცნობ რა და მართლა მეგონა მესაროჭის დასაღებად და მოსატანად იყვნენ მოსულები და სანამ ეს ჯერბა მომივიდა რომ მანჯო გახედეო. მეც არ გამიკვირდა ჯერ არ მოდიან მეთქი, იმიტომ რომ ამ დროს ვაკეთებ ხოლმე საჭმელს რომ ცხელი დახვდეთ. არ მიყვარს გაცხელებული შემწვარი კარტოფილი. არ შემიძლია არ შევჭამ, ვერ შევჭამ. თუ იმ წუთას შევჭამე ხო თუ არა და მე შანსი არა. ერთი წავიდა, ერთი მოვიდა. ეხლა 1-2 წასაღები აქვს, 3 დასახატი მაქვს. გუშინად დავხატე. ცოტა ისეთი ადვილები იყო ეგენი და მაგიტო მესამე შეიძლებოდა, მაგრამ მაგრად მეძინებოდა. ხო და ესე მოკლედ რა. სიზარმაცით ნელ-ნელა და ნელ-ნელა აი არ მივეცი ჩემ თავს უფლება რომ დამჯდარიყავი და რატო? ანუ განა რამე დაირღვევა და რამე გაფუჭდება რომ აი როგორ შეიძლება და დაჯდე და რაღაც. როგორ არ შეიძლება საქმეს უიქნება. მაგრამ აი უკვე ისეთი საქმე როა რომ გასაკეთებელია. განა არ მოიცდის ახლა ერთი კვირაც და რაღაცა, მაგრამ რატო აი მე მგონია რომ ვიხრჩვები რაღაცა რომ გასაკეთებელია, აი მე ვიხრჩვები, მგონია რომ ნაგავში ჩავიფალი და მაგის გამო ვაიძულე დღეს თავი რომ ესე ყოჩაღად ყოფილიყავ. თუმცა ეხაც მაგრად მეზარება, მაგრამ ყველაზე ან მეზარებოდა გარითავად ტახტის გახეხვა. და გასუფთება, მაგრამ ისა ძალიან მალე მოვჭი, ალბათ 2 წუთი ან 3 წუთი არ მოვუნდი. მე მეთქი ბარე მოდი მოვწყვა ყვავილები. მე მოდი გადავწმი. მოდი მანამ ცოტა სუძალით ვატარე, სუძალით. ერთას უტიღა დამჩე ხლა. ხალიჩაზე რაღაცები დამეყარა, თორისე დიდათ არ უნდა რომ გუშინ დავალაგე. აი ხა რო ამოდიხარ, თავზე უნდა დამაჯდე, არანაირად, არ შემიძლია ვერ აგიყვან, თან საჭმელი უნდა გავაკეთო მაშინ. აი მივიდგინე, ვიბიდი და წადი იქ ჩენდასთან, მიდი. დებილო. რომელია საათი, ხა თარო ხო დავიწყო 15 წუთია. იცი რას ვაკეთებ ხოლმე, როდესაც აი კარტოფილის შემთხვევაში. ეხლა მას გავრეცხავ, რაც მაქვს გაკეთებული და ჩავყრ. ცხელ გახურებულ ტაფაში და დაიწყებ შეწვას და მანამდე ხო სანამ ამოურევ. ხო ვასწრებ კიდე ერთი იმდენის გაბრწყნას, გავრეცხავ, დავჭრი ხოლმე და დავაყრე და მე ამოურევ. ანუ დროის ამბავში კარგად გამოდის რა და მე მგონი ხა ეგრო გავაკეთო ჯობია და ეხლა დიდი კარტოშკები იყოს უცბად ვიზავდი, მაგრამ აბა ეს დანა იყიდა მამიდა. დიდიდან მოძრავდი ხოლმე და კარგად კი ვხარობ იმდანაც, მაგრამ ეს მიყიდა და სინამდვილეში აი ხო ვთქვი საკმაოდ სწრაფადაც და აი კანსაცლის ძალიან თხლად კარტოფილები არ ჩავდივარ.
ზუსტად ორ გარიცხვაზე მეყოფა ისა. ის დამიწყეთ არ დამთავრებ. ეხლა ერთი გავრეცხეთ, ეხლა მეორესაც რო შევყრივ, სიო აღარ მექნება. ხვალე უნდა მოვიტანო. ორ ნაბიჯშია ეკადა. აბა მაგიდიდან სასტრაფოთი ეხა იქ სეზონი მოვიდა რომ მოგხვდეთ ხოლმე თქვენ თორე ისე ვერ გაიგებთ ამოყო ფეხი დამტრიალებს ეხლა ის ხლიკი რომ ამოვიდეს კისერზე დამაჭდეს დღეს უნდა დავხატო შოთა რუსთაველი და ჭავჭავაძე მე მგონი რაღაცა ხონდა რაღაცა გრაფიკული ნახატია რაღაცნაირი ანუ ფიგურებით და რაღაცა ასოებით შეხედავ ჭავჭავაძე უნდა იყოს თუ სწორად მახსოვს მე შეკვეთა რომ მოდის ხოლმე შეკვეთას რომ ვიღებ ხოლმე ყველაფერს ვაგზავნე ადრე ვწერდი ხოლმე ფურცელზე და რა საყვარლად ესწი მე ის ფურცელი მეკარგებოდა ეხლა უფრო კარგია და ჭკავი სწავლე ანუ შეკვეთა რომ მოდის თავის სახელი და გვარით სკრინავ და სკრინებში მაქვს სახელი და გვარი ანუ ზოგი ხო ინგლისურად არის ზოგი რაღაცა ქართულად ზოგი რაღაცა იეროგლიფები უწერია და რომ ადვილად მოუძებნო ვისია რა ჯერ სახელი და გვარს ვკრინავ შეკვეთასთან ერთად და მე თვითონ შეკვეთას ვხსნი და შეკვეთას რა როგორ სადრომდა იმას სკრინავ და ვინახავ და მე თან ვშლი რა არც ფურცლით არ ანაგვიანდება გარე სამყაროს ვზრუნავ თუმცა იყვარდა შვერივრად შებეშალა წელსაც ცისფერი არა ნაცრისფერი მანქანის მაგივრად კვასკვასა წითელი გავაკეთე ნუ გამოსწორებადი იყო ზემოდან გადავატარე და რაღაცა მაგრამ თუმცა გარკვევით ეწერა რომ ესეთი ოღონდ ისე ნაცრისფერიო და მე ესეთი ოღონდ კაი ღაღანა წითელი გავაკეთე აჰა აი ვინმე დაგიძახა შენ შეღამაკრი ხარ ისე თავზე ვერ მასხედან ეს აბუეტი ესა 3 წელია ჩემი ეზოს კაიდან ვერ მოვაშორეს უბედური ესა ის მამალი კატა პირი არ ეკეტება ამ საწყალს დადის ეკრეთ ეხა შემომიარა როდის დაგიბარე გაიძურწა საათი ხოჯერი დაწატარებელი ხალი დერინ პატარები არიან აბა მეორე წელს ვექნება აი და სტერილოკი მეუბნებია ჯერ ის რო ძვირი ხალხობა მე რა მეწდებიან რაღაცნაირად არ ვიცი მე ესენი რო კუნდებს დაყარიან უნდა თქვენ გაგატაროთ სურვილის და მიხედვით თბილისამდე ნებისმიერ სადგურში მეტროს სადგურში შემიძლია მოგაწოდო ხო ან თქვენი მეძე მყავს გადევინა თქვენი მეძე მყავს აი მანან დროზე ბავშვი ცეკვაზია წასასვლელი და საერთოდ არ აქვს არაფერი დადგმული აი ხა უეჭველი მოვლენ და იმიტომ რომ ნახევარზე 18 წუთი რა უნდა ეს 10 წუთი ვერ შევწვა წარმოიდგინე კაი კარტოფილი ნაჭამი ბავშვი რო ის წავა იმედია კურსი მოიტანენ როგორი არ არის გაძეძგილი რომ მოვა კარტოფილით მივა რა უნდა იცეკოს თუ წამოწვება ერთი აი ხო გაქვთ ხოლმე ის მომენტი აი იმას არ ვამბობ ახლა ყოველ დღეს შენს თავს გითხრა არა აი დღე რო გასულა და მე მაგალითად მაქვს ხოლმე მომენტი რომ მოტრიალდები რა როზი ხარ და უბრალოდ გონებაში რომ შენ დღეს გადაავლებ თვალს ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ ჩემი თავისთვის მისაყედურია ის რომ ანუ შეგეძლო მაგალითად ფეჩთან და სკროლვის გარდა ის გაგეკეთებინა იმიტომ რომ მეორე დღეს იმას ორმაგი საქმე ემატება ხო და ძალიან ხშირად არის ხოლმე ეგ მომენტი რა როგორც აი მაგალითად დღეს ოღონდ მე უფრო ვაჯობე ჩემ თავს და არის ხოლმე შემთხვევები რომ სიზარმაცე უფრო ჯობნის და
აი უბრალოდ რაღაცა, რომ ელემენტარული რაღაცა გადასადგმელია იმას რო აკეთებ რა. მაგრამ თუნდაც ოთახში საერთოდ რო არ შეხვიდე. დაკეტილი ოთახი იყოს, აი ხა მაგალითად როგორც ეს ბიბლიოთეკა. Ну, ამაში მაინც შევდივართ ნინო ძირთად რაღაცას აიღებს, რაღაცას დადებს, აიღებს და იმას რო აკეთებს, მე იმას აკეთებს და მეტი რა თუნდა და ესა წარმოიდგინე ის უდაკეტილი ოთახი ხო არის ხოლმე რომ ადამიანი არ ახმაროს ან ხშირად რო არ შედის და რაღაცა და რათა ერთი კვირის თავზე რო შევიდეს, იქ მაინც მტვერია, იქ მაინც მისალაგებელია და დასალაგებელია და წარმოიდგინეთ კიდე აქ რა სიტუაცია არის. ანუ ის რომ ბავშვებს არასოდეს არ აურევიათ და აი რო არის ხოლმე ხო იცი რო ამბობენ და ეხაც ხშირია და მინახია და ჩემს ნაცნობებშიც და ახლობლებშიც და ნათესავებშიც და მეზობლებშიც და ჩამოთვალე, იმიტომ რომ ზოგსის აქვს, ნერვოზია აქვს, მაინდა-მაინც სიტყვა. ეხლა შეიძლება მარტო სიტყვა მეზობელი მეთქვან, ნათესავი რაღაცა და ვიღაცა მოყვეს ნათესავი გალანძღვა, ან მეზობელი გალანძღვა და ესე უნდა მოუყვე ხოლმე, რომ აი თქვენ ხო გაგიგიათ ვიღაცა ყვავი ჭყიკვის მამიდა, რომ იტყვიან ხოლმე, რომ ისა სამეულოში გავალ თავში იწეწება, ანუ პატარები რო ყავთ და რაღაცა. ეგ მომენტი არასოდეს არ მქონია მე. გან არ თამაშობდნენ, გან არ ურევდნენ, მაგრამ ნინო მახსოვს რომ გადმოყლიდა ხოლმე, მე არ უნდა და ალაგება და 1 წლისა იყო რომ სიარული დაიწყო და მიპროტესტებდა ხოლმე ალაგებას და მე მართლა არ მქონდა იმის არც ნერვი, არც არაფერი, რომ ყოველ გადმოყრაზე ამელაგებინა, ან უბრალოდ დამეტოო, რომ მე ხო მაინც უნდა ითამაშოს. ამიტომ მოვჭიდებდი ხოლმე ხელს და ესე კვნესით ერთი ხელით ვალაგებინებდი ხოლმე, ხან ჩხუბით, ხან მოფერებით, ხან როგორც ხასიათზე იყო ისე ხოლმე, რომ ბოლომდე მიმეყვანა ის ყველა. მე ისწავლა ის, რომ ანუ რასაც იღებდა ხოლმე იმას იღებდა, რაცა სჭირდებოდა რა და ანუ ეგ პრობლემა არ მქონია მე რა, მაგრამ ეგ მინდოდა მეთქვა, არ იყვნენ ისეთი ისინი. არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ეგ ეკნათ. იმ პერიოდში კი ნერვების ფასად დამიჯდა მე, მაგრამ მაინც არა უშავ, ალბათ ისევ იგივეს გავაკეთებ. და მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ეგეთები და მithumetes ახლა რა უნდა ამიწეწონ, ხა რას ციღებენ იცისად უნდა დაალაგონ და პლუს ხა უკვე დიდები არიან და რაღაც. მაგრამ მაინც გემოვიდნენ, წავედი ახლა. მოვიდნენ, მაგრამ მაინც წავედი ახლა ჭკარავ. აი ხა უცბად და ფათაფუთით შევწვათ. ესეც ესე. მაინც ხომ მოახერხე მეორე. საერთოდ გამოიარდა. შევწიდა.